69 წლის სასახლში ბერძენი მომღერალი დემის რუსო გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი არ ხმაურდება. რეკლამის შემდეგ სპორტისა და კულტურის სიახლეებით დაგიბრუნდებით. დონატელა ვერსაჩეს ქართველი რჩეული. ალბათ ვიქტორიას სიკრეტის ჩვენებაზე მოხდება. 16 წლის მოდელი მსოფლიო მოდის სამყაროში. ესეთ ხელისუფლებას ტოვებ და გადავდივარ საზოგადოებაში. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყოფილი პრემიერის სამოქალაქო სექტორში წასვლიდან 1 წლის შემდეგ. ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხე თუ პრობლემები სახელისუფლებო გუნდში. ცვლილებები მინისტრთა კაბინეტსა და მმართველ პარტიაში. რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებაზე, კოალიციის პერსპექტივაზე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, საშინაო და საგარეო გამოწვევებზე. ყოფილი პრემიერი მოქმედ პრემიერზე, პრეზიდენტზე, დედაქალაქის მერზე, უმრავლესობასა და ოპოზიციაზე. ექსკლუზიური ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან 4 შაბათს 28 იანვარს ქრონიკის მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე. ნოუთბუქი, Asus-ი, ფასი 799 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. ის იქცა კლასიკად გამოჩენისთანავე. და მან საშუალება მისცა მილიონობით მამაკაცს თავიდან აეცილებინათ ერთჯერადი სამართებლით გამოწვეული გაღიზიანება. როგორ გავაუმჯობესოთ კლასიკა, დავამატოთ დაპირება, არავით არის სიძითლე. მაქსამის ახალი დიზაინი, რომელიც ამცირებს ზეწოლას, გვაძლევს სამპირობის დადების შესაძლებლობას და მილიონობით მამაკაცის ნდობა ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია მისი შესრულება. ახალი დიზაინის ჟილეტ მაქსამი, არავით არის სიძითლე. Vivus-G იცის როგორ შეგივნათ კომფორტი. ჩატარებული კვლევის თანახმად, Vivus-G ნომერ პირველი კომპანია ონლაინ სესხებში. Vivus-G ფული თანამედროვე ხალხისთვის. ეს მიწის რა არ არის? მამიკოს ახველებს. რამდენიმე დღეა ასე იტანჯება. სულ ახველებს და ვერ ამოახველა. მოზრდილ ადამიანს ძველი ხელისას ეფექტური საშუალება სჭირდება. ფლავამედის შუშხუნა ტაბლეტები ორმაგი მოქმედებით ათხიერებს ნახველს და ხელს უწყობს მის გამოდევნას. ახლა მამიკო უკეთ გრძნობს თავს და აღარც მიწა იძვრის. ფლავამედი დაამარცხე ხველა. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. ეს არის ქრონიკა 8-ზე. თბილისი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს 11-დან 18 აპრილის ჩათვლით დედაქალაქს 45 ქვეყნის 350 სპორტსმენი ეწევა. ღონისძიებას პირდაპირ ეთერში ევროსპორტი გააშუქებს, რომელიც მსოფლიო